ლილოს დასახლებაში მიუსაფარი მოსახლეობისათვის გრძელვადიანი თავშესაფრები აშენდება. ამ პროექტის განხილვა მიმდინარეობს დილიდან რეგიონული განვითარების სამინისტროში. 24 საათიანი დაწესებულება ბენეფიციარებს ღამის გათევას, კვებას და სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს. პროექტის მიხედვით თავშესაფარი 240 ადამიანზე იქნება გათვლილი. მშენებლობა პროექტის დამტკიცებისთანავე დაიწყება. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარამდე შეადგენს. მშენებლობის პროცესი ზუსტად გვიჩვენებს მის ღირებულებას, თუმცა საორიენტაციო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. გათვალისწინებულია 240 ბენეფიციარის საცხოვრებელი, გათვალისწინებულია შესაბამისი კვების ობიექტი, სანიტარული კვანძები, კომუნიკაციები და ასე შემდეგ, რაც ჭირდება თავშესაფრის მშენებლობას. რეგიონებში არ არის აქტიური მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით. დიდ ქალაქებში როგორც წესი რამდენიმე ადამიანია ესეთი და აქედან გამომდინარე მშენებლობის საჭიროება ამ ეტაპისთვის არ დგას, თუმცა ჩვენ შეგვეძლება აქ მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რეგიონში იყვნენ მიუსაფრები და შესაბამისად მუნიციპალიტეტმა გამოგზავნოს დედაქალაქში. ამუშავების შემდეგ თავშესაფარში იქნება ყველა იმ სახის მომსახურება, რაც შესაბამისი ტიპის დაწესებულებისთვის რეგულაციებით აქვს უკვე განსაზღვრული. ეს იქნება სამედიცინო მომსახურება, მოვლა, კვება, ადმინისტრირება, მათი შემდგომი ასევე იმუშავებს აბანო და იმუშავებს სოციალური აგენტი, ასევე იქნება გამახვილებული ყურადღება მათი შემდგომი ბედზეც, თქვათ შესაძლებელი იქნება გადამზადების კურსებში ჩართვა.